გავაჯობათ სიცხია დღეზე მოგესალმებით მე და მამარდა ნინოს უშვებ ლილოში ისე ჭრილები ახალ აი მე გენაცვალეში მოდი აქ ბიჭო გოგო მანქანა სანამ გავა სახლიდან აი ვქეთ ეხას მოტორზე არა თვალიერებენ ისე მე რო ვათვალიერებ ლაშა სანამ გადიოდა ესე იგი სუჭიბობიარე და გამოვათრიე ქვეშიდან არა იქოქება მაშინაც არ გამოდი აი მე ეხა ნინოს გავუკეთებ თმებს და გავუშვებ 25 წუთიანი არის ნეტა ეხლა მე მგონი კი ოჯახითმა შევიკრა რომელი საათია უიაგე გამოვიდა კი თმარც დამივარცხნიო ეხა მეუბნევა და ქალაქში მიდის ქალი ასწი გადმოწი მიდი და გამოვა ისიც აბა კარგად და მადლობა შეიძლება გამაიარე ხოლმე ანახეთ ცხვირი პირის ყველაფერი ზეზი არ იყოს დაგედინე წადი გამოვიდე და მზეზი არ იყო ჩრდილში გადადი სანამ არ შევტკამოვა გავუშვით დავჩით ჩემოლამაზო ისე მიდა შენ და ბარბარე დიდი ნინო ისე მოვაშორე ტერიტორიით გამიკვირდა რომ გადაწყვიტა ესე უცბად დაბრუნება ესე იგი აი ხელის აი ოდნავს სწრაფად გაქანებაც არ მინდა ისეც ხელა მაგრამ დღეს კაი არაფერი ისეთი არა მაგასაკეთებელი რა დღეს არ ვიცი შეიძლება ცხეთაში აღმოჩნდე შეიძლება ტყეში აღმოჩნდე სადღაცას აღმოჩნდე მაგრამ არ ვიცი ზუსტად სადან არ ვიცი ჯერ ნახოთ მაგრამ სანამ სადმე აღმოჩნდები დღე ჯერჯერობით ის არის რა ქვია კვირა დღეა მაგრად ცხელა უკვე 11 დაიწყო არ არის და ბუღია ღმერთო 6 იყო დაწყებული რომ ავდექი დედა რა კარგი იყო ჩემი ბრალი არ არის ხოთ შორის რო ავდექი აი მაქლემმა გამაღვიძა ყიო და ფანჯრის ძირას როგორ გამოიპარა არ ვიცი იმიდან საკათმეში სადაც იმეს პატარებს სვავ ხოლმე მაგასაც იქუს და კარებს ოდნავ ესე ღიასტოვებ რომ ცხელა მაინც და ცოდვები არიან მეთქი და იყოს არ ვიცი როგორ გააღო ბუეტმა და გამოვიდა და ფანჯრის ქვეშ ყიოდა აი რაღაცა თან ხო იცით მაგის ყივილი ხო მოგისმენიათ რა როგორ ხახამა გამეღვიძა და რო გამოვედი რომ უნდა შემეგდო ისე მესიამონა ეს დილის სიგრილე ისე მესიამონა რომ რა იყოს მეთქი ხარ რა დროს დაძინება მანან და ჩამოვიტანე კომპიუტერი ჩავთე მოვიდუღე ყავა აუ ბიძინა ისე გავუშვი ყავა საჭმელი ვაჭამე მაგრამ ყავაზე ვეღარ ასწრებდი მოვიდუღე ყავა მშვენივრად აი აქ გავლიე გემრიელად და ნელ-ნელა მივხვდი რომ ცხებოდა აი რო შეიძლებოდეს დედას გეფიცებით ოღონდ რო შეიძლებოდეს ის რომ ღამე აკეთო საქმე და აი ეხა გეძინოს გააღო ფანჯრები და უბრალოდ გეძინოს ძალიან მაგარი იქნება უბრალოდ მე ვერ ვაკეთებ საქმეს რომ ის მტვერსასურთია თუ ის არის რახარუხის და ბრახაბრუხის ხმები იქნებოდა რა 6-ის რაღაცა წუთები იყო რომ გავიღვიძე რა კარგი იყო მე ხო მე ისა მეთქი ესე მაინც უქმად ხوار ვიჯდები ყავა დავლიე სერიალს ვუყურებდი მაგრამ ესე უქმად ხوار ვიჯდები თქო ჩემ თავს უთხარი და
გავიხედე და გუშინ ლაშა მოიტანა ზეთი 5-ით. 8 ბოთლი თუ რაღაც ესე ფასტაკლებები როა ხოლმე, ყველაფერს მასე ვყიდულობთ ხოლმე ზეთი, ფეირი, საპონი, გუბკა, სახეხი და ეგეთი რაღაცები, შამპონი. და მაგისი დღე იყო რა, სუჯანი დაადნა ახლათან. რამდენი დავხარჯო. ხო და ის 5 დაუდგე კატებს, რომ ითამაშებენ მეთქი. შეგაწუებოდნენ თამაშობდნენ რაღაცა, მოკლედ სანამ 5-ს გადავაგდებ, 1-2 დღე კატებს აქვთ ხოლმე, რომ ერთობიან მშვენივრად და მათ შორის მეც. ხო და რო გადავხედე იმ 5-ს რაღაცა ცოტა აზრმა გამიარა, მეთქი რა ქნა და ჩამოვიტანე ჩემი წებო თოფი, აუ ეს არის ჩემი მარჯვენა ხელი. ეს არის რა ვიცი, ძალიან მაგარი რა. ჩამოვიტანე, ავიღე ჩემი მამა პაპის დროინელი მაკრატელი. კანაფის თოკი. ეს ცობუკა ნახეთ უკვე. და ეხლა მჭირდება კრახმალი და ტუალეტის ქაღალდიან სალფეტკი, სავარაუდოდ უფრო სალფეტკს ვფიქრობ, მაგრამ ტუალეტის ქაღალდი უფრო უხეშია და ეგ უფრო მაწყობს სიმაგრისთვის. და განახოთ რა გავაკეთო. გავაკეთე. არა, დავიწყე. ხო მე ძალიან მიყვარს აი ესეთი კონციალა რაღაცები, აი ქარის ზარს რო ეძახიან, აი რაღაცები რომ მიკიდია. ოღონდ არა, წინაზე ვიღაცამ თქვაო, ეგაო სიზმრის დამჭერებიაო და ეგაო არ არის ოქრილი. რა სიზმრის დამჭერები არა, იმის დამჭერები გაწოვის. ის ვიცი რაც არის. მაგრამ ისიც როგორც აქსესუარად ისი აღვიქო. ის არ არის ჩემი. აი ესეთი რაღაცები მიყვარს, აი ეს ჩამოკონციალებული რაღაცები, რომ უბრალოდ აი მიყვარს. აი მაღლა მაქვს ბევრჯერ ვიდეოში ხმაც ისმის ხოლმე ნიავი რო იმის წკრიალის ხმა ისე მომწონს რომ რა იყო ხოლმე შორის თემუზე იყო რამდენიმე და მე თემუდან და ეგენი გამოვიწერო ხო და მსგავსი ტიპის მინდა გავაკეთო ოღონდ თავი არის ნახეთ საკმაოდ დიდია უკვე ანუ იმ ეტაპამდეა მისული რომ სალფეტკითან ტუალეტის ქაღალდით უნდა ვიმუშაო ამაზე შეხედეთ საკმაოდ დიდია სხვათა შორის ისეთი პაწაწინა არ არის წინაზე რომ მქონდა. ეხა ესეც საკიდით უნდა იყოს, ანუ აქ მინდა რომ ბევრი ესეთი რაღაცა ქონდეს. ხო და მაგაზე რომ ვიფიქრე, მივხვდი რომ ანუ ისე უნდა გადამენაწილებინა მაგალითად კარები და ეს და აი ესეთი რაღაცეები და თუნდაც ძირზე როგორც აქვს ისე უნდა გადამენაწილებინა, რომ დაკიდების დროს, ანუ არსაით არ წასულიყო სიმძიმე რა და იდეალურად არის ზობები და გერა და წონა დაცული. სხვა შორის იცი როგორი მყარია? ანუ ჩემი ნივთი შეძენისას არაფერი არ მოუვადე და მართლა არაფერი არ მოუვადე. ოღონდ ესა უნდა გავყიდო რა თქმა უნდა ამასაც თუ გაიყიდება ჯერჯერობით იყიდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები და რასაც ვფიქრობ ჯერ მე რაც უნდა კიდე გავაკეთო და როგორც უნდა ვიმუშაო ხახ მამაზე არის ერთი 3 საათი მაინც დახარჯული კი უნდა ბანო შეხვიდე მატორზია იცოდე რა გაითვალისწინე და მოიცა 2 წუთი არ ჩართა რომ ისა და დავაპაუზებ ანუ რაღაცები რაც უნდა გავუკეთო ამისი მოცულობის გამო რამდენად ზოგი უყურებს ხოლმე ხე იმას რა ქვია რაღაცა ხელნაკეთი ნივთი რო არის უბრალოდ რაზომა და რაღაცას რო ეტყვი მაგალითად აი ღირს 10 ლარი სიტყვაზე რამე აი ესეთი ისა ვაიმე რა არის ეგ რა ამბავია რაღაცა რა და ანუ იმას კი არ უყურებენ ხელნაკეთი რა არის რა ვისაც არ ესვის ხელნაკეთის წესს არც უნდა იყიდოს. ეხა აი სანამ დაიფარება ეს და ვიზუალურად სანამ დაიფარება ის ნამუშევარი იმ ქაღალდით რაც რა ტექნიკითაც მე უნდა ხა ამაზე ვიმუშაო. სანამ დაიფარება მანამდე მინდა რომ აი ესეთ ადამიანები თუ მიყურებენ იმიტომ რომ ადრე იყო მსგავს შემთხვევა რომ დამიწერეს და ესეთი ადამიანები თუ მიყურებენ მინდა რომ ეხა თითოეული პაწაწინა დეტალი განახოთ რა არის ნამუშევარი იმიტომ რომ მე ეს იფარება. ანუ თქვენ ვერ ხედავთ შიგნით რა ხდება. ჯერ კარკასია წყობილი. შემდეგ ეს ზომების მიხედვით, კარები,
ეს რომ და ერთი ზომის ყოფილი კაი ბუხარი და ყველაზე დიდი ხანი მომდი აი ამას. ეს ჯერ აქ კრიშა ჩვეულებრივ ესი არის კარკასით გაკეთებული და მერი არის დაჭრილი აი ასე. ესეც ორი პირია. და შემდეგ ნახეთ ქვევი და რაღაცეები. ანუ ეს მე იმით რომ დაიფარება უკვე თქვენ ვეღარ ხედავთ სინამდვილეში იმას რა ენერგია დაჭირდა, რა დრო დაჭირდა და მინდა გითხრათ რომ აი აქ მეტყობა ამ აკრატლის ხმარებით, სხვათა შორის ახლა დავაკვირდი, სავარაუდოდ შრამი მაქვს ჩვეულებრივი, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება, მაგრამ მოწონს რატომღაც აი ეს შრამი. ანუ ეს არის მაკრატლის. დაღი ერთი სიტყვით ჩემი შემოქმედების და ძალიან მომწონს რატომღაც ძალიან მომეწონა. ხო და რაღაც ეტაპზე რომ მივალი ხა დავაპაუზებ, რადგან ბარბარე უნდა აბანოს შევიდეს და დააპრუწუნოს ის მატორი. მე ეს ხდება ქაღალდით დამუშავება, მე წებოთი დამუშავება, მე შეღებვა და ბოლოს იცით რომ ლაკით დამუშავება ხდება და პლუს ის რაღაცეები დანამატები რაც უნდა გავუკეთო, ვფიქრობ რომ არ იქნება 20, 30 და 40 და 50 ლარი ეს. ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ ელემენტარული მთელი დღე შეიძლება მომუნდეს ადამიანი ამას და ჯერ ის რომ ძალიან კარგი იქნება და ძალიან ლამაზი იქნება და მე ესეთი რაღაცები ძალიან მიყვარს. ბევრი კიდე იმაშვება ხოლმე რა ქვია ფას ღირებულება რაც არის ნივთი იტყვის ხოლმე რომ აი კაი ეხლა აი მაგაში რა გაქვს დახარჯული ხო ეხლა გადასაგდები 5 მაქვს დახარჯული სინამდვილეში დახარჯული და ცხელი წებო და კანაფის ჯოხი ხო კაი ხა ეს რა ღირდა 2 ლარი კაი ხო და ანუ მაგით აფასებს ხოლმე რა რომ რამდენი დანახარჯი გაქვს კაი რა ხო და ესეთები ვფიქრობ რომ არც უნდა გქონდეთ იმისი ამბიცია რომ რამე ხელნაკეთი იყიდონ და ზოგადად არიციან ფასი რა მაგის აი ხელნაკეთი ნივთში კიდე ბევრჯერ ვთქვიათ რომ გამოვიყენო მაგალითად ხელოვნური ყვავილები ხო მაგალითად აი შეიძლება ჩარჩოზე რაღაცა და უფრო ლამაზი იქნება თვალისთვის მაგრამ მე ხელოვნურ ყვავილებს არ ვხმარობ იმიტომ რომ ხელოვნური ყვავილები არის ჩემთვის მკვდარი და არც ხელნაკეთი აღარ არის ჩემთვის ხელნაკეთი ასოცირდება აი ყველა დეტალი რო ხელით არის არა რა თქმა უნდა ის ბისერებზე მუშაობა რო ეხა ბისერი არა ხელით ვერ გააკეთებ უნდა იყიდო არის რა ქვია დეტალები იმისი რკინის სხვადასხვა მეტალის მასალები რომელიც უნდა იყიდო ხო ეგეთი ხელნაკეთებს არ ვამბობ მე აი ესეთებს გულისხმობ თორე ის ხელნაკეთები რასაც მავთული სჭირდება სხვადასხვა დეტალი სჭირდება რამე იმის რა ქვია მყარი მასალის რკინა იქნება ეს თუ მეტალი თუ რა მნიშვნელობა აქვს რა მეტალი და რკინა ხო ერთია ხო და ეგ სხვა განხრა კიდე მე მაგას არ ვეხები იმიტომ რომ მე ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებ მე ესეთ რაღაცებს ვაკეთებ და ბევრჯერ მithქვამს და კიდევაც გავიმეორებ რომ ორი მასალა ძირითადად რომელიც უზომოდ მიყვარს ეს არის ქვა და ხე და მესამე ძალიან მაგარი მასალა არის ქაღალდი რომელთაც შეგიძლია მიიღო ხის ეფექტიც და ქვის ეფექტიც და ამიტომ ჩემთვის აი ერთადერთი ის ორი ხო ძალიან ძვირფასია ჩემთვის ერთმანეთთან შერწყმა და რაც შეეხება ქაღალდს კარდონს ნუ ზოგადად ქაღალდის მასალა არის ჩემთვის უნიკალური იმიტომ რომ ყველაფერს გააკეთებ მისგან ყველანაირ ვიზუალს მისცემ მას როგორც შეხედულობით ასევე ამითაც ანუ აი ეს მე რო გაკეთდება ვერავინ ვერ იტყვისი რომ ეს არის ქაღალდი აზრადაც არ მოუწევს მე განახებთ აი ხა გავთიშო ბევრი აღარ ვილაპარაკო და მე განახებთ მაქვს ძველი არ ვიცი წლების წინ გაკეთებული მაყალი და შამფურები და წვადები ვინც არის ის განახებთ და აი მე მითხარით ის ხით ქაღალდით არის თუ არა გაკეთებული ყველაფერი ქაღალდი ამიტომ ეხლა სანამ ბარბარე იბანავებს მე საჭმელ შევჭამ საჭმელს არა ძალიან მინდა საძამთრო და ყველი დროებით 2 წუთით რა მაგრად
ისავქენი, აი ესეთ მის გაკეთება არ ვიცი რამდენად ჩანს ხა. აი მით თემურას თმისა მაგრით და ესეთი რაღაცა ყვეულებით თუ რაცა მქია ეს. ვერიბრად. მაქვს. ეხლა მისთვის მინდა კახმალი გავაკეთო და თან კიდოს ყურების დროს ის მაგრამ მანამდე ხო შეგვიდით მე ის უნდა განახოთ მე ხო სხვათაშორის ამ ტელეფონში რა აკაუნთიც მაქვს მაგით შემიძლია TikTok-ის ლაივში გასვლა და ფიქრობ დავტესტო თუ არა ეგ აი ესეც ეგ არის ქვა და რა ქვია ქაღალდი და ასევე აი ეს ჭაც და აქ მილაგია და რისთვის მილაგია არ ვიცი თუმცა შარშა მქონდა გატანილი ეზოში დეკორაციისთვის უბრალოდ აქედან ვაღებ და აქედან იღებ აქ მაქვს თუ აქ იმე გადავარდი შვილო იმედი ხა იქ ჩაგაგდებთ ასე ვიყოთ რამდენი ხანია კი არა პრინციპში აქ ვიდეო აქედან ვიდეო არ ჩაგიწევთ მოდი ვნახოთ რა გვაქვს აქ მაქვს რაღაცეები ამიტომ გამოგაგება მომიწევს ეს ჩემი პირველი დამუშევარია თიხასთან მიმართებაში და თიხასთან ურთიერთობა სუფრა თავისი ეს არის ლეღვის ხეები ვაზი დაბლთა ფენა და თვითონ კარდონი სხვადასხვა ვიზუალი აქვს ნახე და აი ეს კაცი არის პაპაჩემის როიტყვიან აი რატომღაც რო უყურებდი მინდოდა რომ აი რაღაცაში გამომეხატა ჩემი პაპა ამიტომ ეს არის ვალიკო პაპას პატარა თოჯინა და მახსოვს რომ ლესავი იყო და ქუდზე თავზე ეფარა ხოლმე დიდი ცხვირსახოცი ჰქონდა რაღაცა მსგავსი და გადაკვანძული 4-ვე კუთხე ჰქონდა გადაკვანძული და ის ეფარა ხოლმე როდესაც ლესავდა რომ მზისგან უფრო იცავდა თავს იმიტომ რომ ხა მტრისგან მაინც ვერ დაიცავდა ხო და აი ეს პატარა ნაკვანძები ნახეთ აქ და ძალიან მიყვარს დოკი გავაკეთე ყველაფერი ეს და ეხლა უნდა განახოთ მაყალი თავის მწვადებით წესით ესენი აქედან უნდა იდოს აი ესე ყველა მოდი ამოვატრიალო ყველა იმიტომ რომ წესით აქედან უნდა ედგეს რა ადამიანი სხვათაშორის ეს გავაკეთე მაშინ როდესაც ამ ტექნიკას პირველად გავეცანი რა ანუ ინტერნეტთან რო ესე მასშტაბურად ცუდომა დავიწყეთ ყველა წლების წინ ბევრი მასალა და ბევრი რაღაც ვნახე იქ. ეს არის ქაღალდი. არ არის ეს კარდონი, სპეციალურად დამუშავებული და ბლენდერებული ქაღალდია. მერია შეღებილი შავად და აკერი ბრონზის ეფექტი აქვს, რომ რაღაცა რკინის ყურები აქვს, ასაწევი ყურები აქვს, რაც თავარია. და ეხლა განახებთ მწვადებს. სასაცილო მწვადებს, მწვადის ფორმაც ძალიან მოგწონს. თუ გვაქვს 7 შამპური, შეხედეთ. თავისი სახელურებით და ყველაზე არ მიყვარს აქ არის გამოყენებული ქაღალდი და ნამდვილი ნაკოჩხალი. შეღებილი ნაკოჩხალი, ვითომ ანთია. აი ეს. და ამ ფორმით აქვს წარმოდგენილი ეს. თავისი მწვადების თუ. ხოდა ეს წესით აქ არ უნდა იმალებოდეს, მაგრამ რა ვიცი.
იმიტომ აქვს ჩემთვის წარმოდგენილი რაღაცა დროზე გადით. არ დაგინახიათ აქ არაფერი. ანუ წარმოდგენა მაქვს, რომ რაღაცა და ეგ წარმოდგენა ამ ოთახთან ასოცირდება, იმიტომ რომ ამას რო გავაკეთებ სავარაუდოდ ეგ ყველაფერი აქ დაიდებს ბინას და იმედი მაქვს მასეც იქნება. და ეს ოთახი იქნება ჩემი სამყარო პატარა. ხო, ეხლა ვდგები. გავაკეთებ კრახმალს. სალფეტკი ჯობია თუ ტუალეტის ქაღალდი კიდე მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ თან ცირ არის სალფეტკი უფრო დამყოლია ესეთ რაღაცეებში, რომ ანუ ტუალეტის ქაღალდი მიანად მყარია და იმენად სქელია რა, ესე რომ ვთქვათ, რომ ხო ხარ ასისქე იმას აქვს, მაგრამ მაინც აი ტუალეტის ქაღალდი არა, სალფეტკი კიდე აი ამ დეტალებს, აი ამ ჭრილებს გაიმეორებს და ეგ მინდა რა, რომ ეს არ დაიმალოს და ეს ფენა დალაგებული იმის ვიზუალი იქაც გამოჩნდეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღა აქედან დაიწყე ყვირილი. ჯაინ დაგეწოთ ახლა. ხო და ვფიქრობ, რომ სალფეტკს გამოვიტან და კრახმალს გავაკეთებ. და არ ვიცი რა გავაკეთო. TikTok-ის ლაივის დატესტვა მინდა. ხო და არ ვიცი რა ვქნა. აი ეს ნახეთ რა პაწაწინაა ჩემი სახლუკა. ეს ერთი და ეს ორი, მეტი აღარ მაქვს. გავაჩუქე. ხო და ჩემს სახლუკებზე ყველასთან არის შავი კატა. თეთრი გულით. ნეტა ვიზი კატაა. საჭველი ვჭამე. ჩემი საჭველი რა იყო იცით და რა ძალიან გებრიელად მივირთვი. ჩემი საჭველი იყო უიაი აქაც არის. საზამთრო და ყველი გებრიელად მივირთვი. ოკეი, ეს უი აქაც არის. უი სველი რატოა? აქ წყალი იყო დაღლილი, სველი. რა უფრო კაშერს გამოვიყენებ მე. კინკლები და რაღაცები არის. ხო, ეხლა მაგისთვის მინდა კიდე ფუნჯი. ცოტა ისეთი. აი, ყელი ფუნჯები როა მაგასაც ავიღებ და მაგით გავაკეთებ. აი, რატომ მინდა ყველაფერს ერთ სივრცეში მოთავსება. აი, ხარ მოგები არა მილაგებია და ხიპნობის ხასიათზე ვარ. ჰა? ეს პატარა. ცოტა დიდი ზომა მინდა უკვე. ეს არის. ესეთი ახალი ფუნჯებიც მქონდა ესეთები და მეტა რა ვქენი. აი ამით კრახმალით დავაწერებ იმას და кайფი. მოდი ახლა სანამ ამ ყველაფერს გავაკეთებ, უბრალოდ ცოტა ვიზუალურად მივალაგო აქავრობა, რომ გული არავის გაუსკადეს, რომ შემოვიდე სავარაუდოდ ისევ მე. ესენი აქ მაქვს. ჩემი ფრჩხილები. ავაცალე ის, რა ქვია ის, მაგრამ აი ამაზე დავრჩენ. მაგრამ აშკარად ჩემი არ არის. ერთი საათიც არ მეკეთა, გუშინ ვერ მეკეთა. წავედი ხა, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო. თუ TikTok-ის ლაივში გავედი, მინდა რომ თან გადავიღო. დავტესტო რამდენად ბინძური კომენტარები არა, ბინძური ხალხი შემო.